კაიღოინოა. წავედით 103 წლის ბებოსთან ქუთაისში. აბა გამოვყევით. მოკლედ მოვედით და წავედით შევხვდეთ ანიკო ბებოს. როგორ მზადდებით? გამარჯობა. გამარჯობა ანიკო ბებო. არა, რასო, ძალიან კარგად გამოიყურები. შენი ურად. აი, ეს თქვენსავით ლამაზი ყვავილები, ეს ვარ. შეიმატა. რა მაგარი ჭხილები გაქვს. მაგარი მანიკური. მზადები გასათხოვე. მეუღლე ხო არ მოგიცემდა. რა თქმა ზენი მოძებ. აგეთ მოდიან ხა თქვენ. ანიკო ბებო, რომელ წელს დაიბადეთ? 22. 1922 წელს ხო? რა ვიცი, ამავით. და როდის გაქვთ დაბადების დღე რა დღეს? 22 სექტემბრი. დაახლოებით ერთ თვეში ანიკო ბებო ხდება 104 წლის. ანიკო ბებო, სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, როგორ გახსოვთ თქვენი ბავშვობა? კაი ბავშვობა რა მქონდა, დედა მომიგდა. უდედოდ გევიზარდე წალონი ჯაში. ჩათმე სასმელი არ გვაქვს, მაგრამ დედა მაინც შვილისთვის სხვა. მამამ გავიზარდა, მამამ პატევიფსა, მამამ ძალიან დიდი. დედმამის შვილი ერთი ძმა მყავდა, ჩემზე უმცროსი. ჩემლები ასე ვალდის, მე სიბრალია ვერ გევიქ. მექი მამითხრა უნდა იწვეთო წამალის სულეოდა. თუ რაფერი იწვეთე. ექიმებმა რა იცი. მაგრამ თითქოს რასათვის ხართ. მე 103 წლის ექიმს არ ვიცნობ. ანიკო ბებო და არ ვიცი. ანიკო ბებო, რამდენი შვილი, შვილთა შვილი და შვილთა შვილის შვილი გყავთ? ვინ ჩამოსეს კადმა? შვილი რამდენი? 5. შვილი? 9. შვილთა შვილი? 15-ია, 14 აღარ ვიცი. 15-ია კი, 15 და შვილთა შვილის შვილი რამდენი გყავთ? აღარ მევიგონე ძალიან და ბერემო. რა ვის ბევრი არის. ბევრი არის. განახობენ 7 არიანო კი? ამ ჯამში გამოვიდა 36 შთამომავალი. ანიკო ბებო, ჩვენ გვიყურებს ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი. აი, ერთი რჩევის მიცემა რომ შეგეძლოთ, თავარ რა რჩევას მისცემთ ცხოვრებაში? დილოვიანი უნდა იყოს, წესიერი უნდა იყოს, პატიოსანი უნდა იყოს. მე ვარ ახლა 21 წლის რა. დაახლოებით თითქმის ჩემზე 5-ჯერ უფროსი ხართ. აი, როგორ უნდა ვიცხოვრო მეც 5-ამდენი, აი რა არის თქვენი სიცოცხლის საიდუმლო ესე რო გითხრა. უნდა იყოს წესიერი, პატიოსანი. ცოლი ხავს? ცოლი არ მყავს ჯერ. ხო და არ ფიქრობ ცოლზე საერთოდ არ ფიქრობ. უნდა ამოარჩიო კაი ლამაზი გოგო, წესიერი, პატიოსანი და მიიყვანო ოჯახში. ისე სადაურს ურჩევდით, სადაური გოგოა, კაი. სადაურია, კაი, ყველგან არის. მაგრამ იმერლები? იმერლები, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმერლები ჯობია ყველას, ხო? ჯობია ყველას, რა თქმა უნდა. რავი, კაი პატიოსანის დილობიანი იმერელი გოგო თუ გამოჩნდება, მოვიყვან ცოტა თქვენ სახელზე და ქორწილშიც დაკვატი. როგორი თამადობა ხო გამოგიგოთ? კი, გამოვარდა. შოღო ჩვენ მოიყვანე და. კაი გოგო გამოჩნდით, გელოდებით. სანამ თქვენ მეუღლეს გაიცნობდით, ვიცით რომ გიყვარდათ ერთი ბიჭი მანამდე. რო ყარებოდა ქეწავყვები. კაი და თქვენი მეუღლე როგორ გაიცანით? ლათესთან მიყავი. სვირში. გევიცანი კამერა და ქეგამოდგა ისაწყალი არა უშავდა. არა უშავდა. და რამდენი წელი იყავით მეუღლეები? ადრე გადაიცვალა. 5 ბოში, გავზარდე, მუშაობდი. ანუ სოფელში კაცის საქმესაც თქვენ აკეთებდით და ქალის საქმესაც, ხო? კი, აბა. თქვენ ღვინოსაც ხო არ აყენებდით თქვენით? კი, გასო. რომელია საუკეთესო ქართული ღვინო თქვენთვის? რომელი და ცოლიკოური ციცკა, ყველა კაია ჩვენთან. თავს როგორ ხსნობთ ისე? არაფერი არ მაწუხებს, ამტკივა, ბებერი ვარ და მორჩა. ანუ ასაკი მართლა ციფრებია ხო უბრალოდ? გული არ მერდება. არა. რაღაც საჩუქრები გამოგვატანეს მოკლედ, რაღაც კომპანიებმა და გვინდა რომ გადმოგცეს თუ შეიძლება. მოგიკითხავს ადამიანი, მადლობა უნდა გადუხადო და მე დიდ მადლობას მაშინ ანიკო ბებო გავიგეთ რომ რაღაც მაზები გიყვართ და ავერსისგან შეგიძლიათ გაიბრანჭოთ. მე მგონია რომ არ ჭირდებათ, მაგრამ არა. მაინც იყოს. რა ვამჭირდება? ბრანკელი უფრო მე მეწონები. ეს არის კორნერმა გამოგვატანა თავისი საუკეთესო სუნამოები. იმედია მოგეწონებათ. დიდი მადლობა. ახლა რა გითხრათ იცი? თუ მიგვაწიე კიდე დაგპატიჟე.
კი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი კომპანია გამოჩნდება, ვისაც რაღაცის შუქება მოუნდება, ასე რომ არ არის პრობლემა. ეს თქვენ არ გჭირდებათ, მაგრამ GPS-ისგან ვაუჩერი შეგიძლიათ მიხვიდეთ და წამლები, მაზები, რას დაგჭირდებათ, შეგიძლიათ, აი ამით შეიძლება ამასაც აქ ჩავდებ. მადლობა, მადლობა. კომპანია ჰალო არის, ხელნაკეთი ნივთები არის, რაც სავარცხელი სარკე რაღაცები არის და დიდი სიყვარულით გამოგვატანეს თქვენთან. სანდომმა გამოგვატანა ტკბილეული. ძალიან დიდი მადლობა გენაცვალე. ანიკო ბებო, ჩვენ ვეძებთ უხუცეს ქართველს, ვინც არის ყველაზე დიდი. და თქვენით დავიწყეთ 103 წლის ბრძანდებით თქვენ. თქვენ შემდეგ უნდა წავიდეთ თქვენზე უფროს ადამიანთან. არი მე არ ვიცით ჯერ არის, მაგრამ ჯერ ვეძებთ. თუ გამოჩნდა თქვენზე უფროსი ადამიანი, ვისაც წავთ, რა სიტყვას გაგვატანთ, რა უთხრათ. ხანი ცოცხლე, კარგად იყავი. ორი შემდეგ ხანი ცოცხლე სამედი რა უნდა. კი ბატონო, მოკლედ თქვენ გელოდებით, მოგწერეთ დაგვირეკეთ, ვეძებთ კიდევ უფრო ხანდაზმულ ადამიანს. იქნებ ბატონი იყოს და გაგაცნოთ ერთმანეთი და მოგეწონოთ. თუ გამახსნო ძალიან კაი. ჩვენ გვაქვს ესეთი არხი TikTok-ზე, სადაც მე და ჩემი ძმა ვაკეთებ და აი ეს არის აქ დაიდება ეს ვიდეო და გაჩვენებენ მერე თქვენი შვილები. ძალიან ხანდი. შორისდებული ქვია გამოიწერეთ ჩვენი არხი თქვენს. ანიკო ბებო, სათვალს არ ხმარობთ? არა. აი თქვენ რო გვიყურებთ და სათვალე გიკეთიათ, რამდენი წლის ხართ დაწერეთ კომენტარებში. აი მართლა იცოდეთ რომ ჩვენი სახით მეგობრები გყავთ. ჩვენ თბილისში ვართ, მაგრამ როცა გაგიხარდებათ, ჩამოვალთ თქვენთან, გავატაროთ კარგით და მოვძადი, სოლიკოული ღვინო დაგალე. კი ბატონო. გაგიმარჯოთ ბებია, კარგად იყავით. დიდხანი ცოცხლეთ. რაც თავარია, ჯანმრთელობა გქონდეს. თავარი ეს არის. ადამიანობა და პატიოსნება სარჯულია არაფერი. ამას ქედავლე და მე ჩხუბი თუ ავტეხო. კაი ღვინოა. ასე დაგეცალოთ. ახლა წევიდა ჩხუბი. გაზაფხულდა ბუჩქიზირა თავსი ზონეს ნაზია ჩვენ სეზონში ვარდის კუკურს ვავილი გამოუღია დალიე ღვინო იქნება დალიე და დაგითასი ხომიცილო ჩემოგირო არ ვინარყას შენი ფასი